საჭირო სახელმწიფო ანსამბლის წევრები საპროტესტო აქციას განაგრძობენ მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მათ მეორე ღამე გაატარეს. მოცეკვავების მოთხოვნა უცვლელია. ისინი დასის 32 გათავისუფლებული თანამშრომლის და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის თემურ ქორიძის დაბრუნებას, ასევე ახალი დირექტორის ოთარ მიქელაძის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მთავრობის სახლთან კარვებს გაშლიან. განცხადება გვაქვს მერიაში შეტანილი კარვებთან დაკავშირებით, ველოდებით ამ დროის ამოქმედებას 5 მარტიდან დავიწყებთ ამ ყველაფერს. სამშაბათს მართავთ აქციას. აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წევრები ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვართ გაფიცვის, ვიწყებთ შიმშილობას. ჩვენი მოთხოვნა გაზრდილია, წავიდეს ბატონი ოთარ მიქელაძე, თუ რატომ ამ კითხვას ნათლად ჩანს, რომ 32 ადამიანი განთავისუფლა და პასუხი აი ეს არის. მეტი პასუხი რაღა უნდა საზოგადოებას. ჩვენ არ ვაპირებთ აქედან წასვლას და აქედან არ დავიშლებით საერთოდ და თუ ეს მაინც არ მოხდა რეაგირება ამაზე, უფრო ფართო მასშტაბიან ცვლილებებზე გადავალთ და თუ მაინც არ დაკმაყოფილდა, ჩვენ უფრო მერე მოთხოვნასაც უფრო გავაფართოვებთ და შეიძლება უფრო დიდი მოთხოვნა დავაყენოთ ამასთან დაკავშირებით.